მოგესალმებით. დღეს ვეცნობით ამონარიდებს ერთი საკმაოდ რთული ნარატივიდან, სადაც ამგოვი პირველ პირშია მოთხრობილი. ჩვენი მიზანია აი ამ ფრაგმენტებით გავიგოთ, რას ფიქრობს მთხრობელი, როგორ ხედავს საკუთარ თავს, ურთიერთობებს, საკმაოდ ჩახლართული სურათი იხატება, ხო? ნამდვილად. და აქ მთავარია გავითვალისწინოთ თვითონ მთხრობელის ხმა. რამდენად სანდოა ის საერთოდ. ეს ამონარიდები პირდაპირ გვაჩვენებს აკვიატებას, მეხსიერების თემას, თვითმოტყუებას და რა თქმა უნდა მის ურთიერთობებს ქალებთან. ანაბელი, მონიკა, ვალერია, მერე შარლოტა, ლოლიტა, საკმაოდ ბევრი ფიგურაა. მოდით თავიდან დავიწყოთ. აი ახალგაზრდობას რომ იხსენებს, გაფრენილი ფერმკრთალი, განმეორებადი ნაგლეჯები, ასე აღწერს. ახსენებს ანაბელს რაღაც ფოტოებს, მამასთან საუბარს. ეს ფრაგმენტულობა უკვე რამეზე მიანიშნებს, როგორ ფიქრობთ? ვფიქრობ კი, ანუ ის როგორც წარმოაჩენს ამ ყველაფერს თითქოს უკვე ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რაც მერე მოხდება მისი აკვიატებებისთვის. ისიც კი რომ პროფესია სიცვლის ფსიქიატრიიდან ლიტერატურაზე გადადის. ესეც შეიძლება იყოს რაღაცის ძიება ან პირითით გაქცევა. საინტერესოა. მე ვხედავთ ზრდასრულ ქალებთან ურთიერთობებს. მონიკა მაგალითად. აქცენტი კეთდება მის საოცრად მოუმციფებელ სხეულზე. ამბობს, რომ მასთან ნამდვილი სიამოვნება განიცადა. ეს ძალიან განსხვავდება იმ მეორე უსიამოვნო შეხვედრისგან, მადმუაზელ ედითთან. დიახ, აქ უკვე ჩანს ეს ობიექტივიზაცია და კონკრეტული ფიქსაცია. აი, ნიმფეტის იდეა. მონიკასთან განცდილი სიამოვნებაც კი მის მოუმციფებლობას უკავშირდება პირდაპირ. და ეს თითქოს მეორდება ვალერიასთანაც, არა? თავიდან იზიდავს მისი პატარა გოგოს იმიტაცია, მაგრამ მერე იმედგაცრუება. უტვინო ბაბა. ის დეტალიც ღამის პერანგზე, ქორწინების ღამეს რო აცმევს. ცოტა შემაშფოთებელია. კი, ეს არის ახალგაზრდობის ილუზიის მუდმივი ძებნა. და მერე პრახ, რეალობასთან შეჯახება და იმედგაცრუება. თან თვითონაც ამბობს, გულუბრყვილო ვიყავიო. ესეც საინტერესოა, თავის მართლება თუ თვითირონია. ხო, და ეს მიგვიყვანს უკვე ლოლიტამდე. 1947 წლის დღიური. ჰეიზების სახლში გადადის და მყისიერი ფიქსაციაა. აღწერს ყველაფერს, პერანგს, ჯინსებს, სუნს, ხმას, სიარულს, აი ყველა დეტალს. ინტენსივობა არის წარმოუდგენელი. განსაკუთრებით ის სცენა ვერანდაზე, კვირა დღეს. მისი შინაგანი მონოლოგი, ლოლიტაზე დაკვირვება. და ლოლიტა, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება ამ ზერის სიმძაფრეს. ეს ქმნის ძალიან დიდ კონტრასტს. მერე კი სიტუაცია იძაბება. ის მომენტი ლოლიტა კალთაში რო უჯდება. ფიქრობს შემეძლო მეკოცნაო დაუსჯელად, მაგრამ თავს იკავებს. და მერე ის სცენა დივანზე ემზადება ვაშლი, ფიზიკური სიახლოვე და მისი განცდა, რომ რაღაც სხვა განზომილებაში გადავიდა, სადაც არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ეს არის, იცით, თვითშემეცნების და ამავე დროს ღრმა თვითმოტყუების ნაზავი. ის ლოლიტას აქცევს, სოლიფსიზაციას ახდენს, როგორც ამბობენ ხოლმე. აქცევს მხოლოდ თავისი სურვილების ობიექტად. ამას ხშირად ნიღბავს ლამაზი, რომანტიზებული სიტყვებით, მაგრამ უკან ცივი გათვლაა. და თან როგორი კონტრასტია მის ან შინაგან ქარიშხალსა და ლოლიტას ქმედებებს შორის. ის მღერის, ვაშლს ჭამს. ზუსტად. შარლოტას სიკვდილის მერე კი უკვე გეგმავს მოგზაურობას. ლოლიტასთან ერთად მოხვავს ბანაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ ლოლიტა შეცვლილია, აკვიატება ეგრევე უბრუნდება. და იწყება ეს გზა, მამას რომ მეძახის, კოცნა, სასტუმრო მოჯადოებული მონადირეები. ეს არის ერთობლივი, მაგრამ ძალიან მძიმე მოგზაურობის დასაწყისი. სავსე მანიპულაციით. ლოლიტას რეაქციებით კი სულ ორაზროვანია. გულუბრყვილობაა ეს თუ რაღაცნაირი თანამონაწილეობა, ძნელი სათქმელია. სასტუმროში ლოლიტა რაღაცას აღიარებს ვიღაც ჩარლიზე ბანაკში. ეს თითქოს არყევს მთხრობელის წარმოდგენას ლოლიტას სიწმინდეზე, მაგრამ გეგმებს არ ცვლის. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სუბიექტურია მისი აღქმა, როგორ ფილტრავს ყველაფერს თავისი აკვიატების მიხედვით. მერე ეს მოგზაურობა გრძელდება ქვეყნის მასშტაბით. მოტელები, ლოლიტას მოწყენილობა. და ჩნდება ეს იდუმალი მდევარი კლერ კუილტი.
ეს პარანოია რეალურია თუ თუ უბრალოდ მის გონებაშია, ხო? ეს დევნა რეალურია თუ წარმოსახვითი, კარგად აჩვენებს მის მზრარდ პარანოიას და ფსიქიკის ხრევას. კატათა გუობანას თამაშია, რომელიც ბოლომდე ბუნდოვანი რჩება. საბოლოოდ კი ლოლიტა ქრება საავადმყოფოდან. ვიღაც ბიძია გუსტავთან ერთად. ეს სრული კრახია მისთვის. დიახ, ეს არის კონტროლის საბოლოო დაკარგვა. ხვდება, რომ მოატყუეს და აბსოლუტურად უძლურია. გადის წლები და მოდის ლოლიტას წერილი. გათხოვილია, ფეხმძიმედ არის, ფულს ითხოვს. მთხრობელი მიდის მასთან შესახვედრად იარაღით ჯიბეში. ეს ბოლო შეხვედრა ძალიან მძიმეა. შეცვნილი ლოლიტა, სიღარიბე, მისი ახსნა კვილდზე. და ეს დასასრული გვაჩვენებს ლოლიტას სულ სხვა პერსპექტივას. წარსულს იხსენებს როგორც მოწყენილ წვეულებას. ამ ფონზე კი მთხრობელი საკვიატება ისევ იგივეა, არაფერი შეცვლა მისთვის. ეს კონტრასტია ძალიან ძლიერი. მოკლედ, ამ ამონარიდებით ვხედავთ ადამიანს, რომელიც ქმნის ძალიან კომპლექსურ, ხშირად თავის მართლებაზე დაფუძნებულ სურათს, მისი აკვიატებები, ეს ურთიერთობები, თხრობის არასანდოობა, ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ჩანს. ნამდვილად. და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ მისი გადმოსახედია. კრიტიკულად უნდა მიუდგეთ. რა შეიძლება იყოს დაფარული ან დამახინჯვებული ამ საგულდაგულოდ აგებულ ისტორიაში. და ბოლოს, კითხვა თქვენთვის ჩვენი მსმენელისთვის, როგორ მოქმედებს თქვენს აღქმაზე ის, რომ ამ მოვლენებს სწორედ ამ მთხრობელის ასეთი სუბიექტური პრიზმიდან ხედავთ. რა მნიშვნელოვანი დეტალები შეიძლება რჩებოდეს ამ ამბის მიღმა, აი კონკრეტულად ამ პასაჟებში.